ხოცები ისეთი პირუტყვები არიან, რომ პირდაპირ მნიშვნელობით თავზე აჯვამენ, როცა მაგალითად ქოცურ ჩატებში ატარებენ ასეთ გამოკითხვებს, ვინ უფრო დიდი ქართველი იყო, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია თუ ბიძინა ივანიშვილი. და როგორც მოსალოდნელი იყო, იქ იმარჯვეს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე დავით აღმაშენებელზე, ილია ჭავჭავაძე და ზვიად გამსახურდიას დიდი ქართველი ყოფილა. აი ახლა გეკითხებით მარტივად, ასეთი ადამიანები, ასეთი გონებრივი შესაძლებლობების ადამიანები, როგორც ქოცები არიან, იმსახურებენ იმას თუ არა, მათ უწოდოთ გენეტიკური ნაგავი. აი ბორია ეს ფარცოშიკი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოს ისტორიასთან, დამოუკიდებლობასთან, ვაჭარი იყო და საბჭოთა კავშირის დანგრევას შეეგება ტრაგედიით, ტკივილით და დღემდე ახსოვს ეს. უბედურება რა კაი ქვეყანა დავანგრიეთო. აი ეს კაცი თურმე საქართველოში დავით აღმაშენებელზე წინ დგას და თქვენ ნუ გაგიკვირდებათ, კაცო, ასე ხდებოდა და ხდება ტოტალიტარულ ქვეყნებში. რა ვიცი, ენვერ ხოჯას მაგალითი გაიხსენეთ, კიმირჩენების და კიმსენიერების. აგერ ვერ ახედავთ რა ხდება ჩრდილოეთ კორეაში? ისტორიას გადაწერენ, აღზრდიან ახალ თაობას დაადებილებით და გამოუკრავენ ფოტოებს ყველა საკლასო ოთახში, ბორია ივანაშვილის და პლუს გვერდზე ბერასი და ცოტნეს. აი ეს იქნება საჯოგეთი. უძველესი ცივილიზაციის მქონე ქართველი ერისა, რომელსაც თავზე დაასვეს წერა-კითხვით უცოდინარი ფარცოშიკი, რა ვიცი, მაფიის ბოსი და ყველაფრის ხაპავი და ხალხის მძარცველი ბორია ივანაშვილი. კაცმა ის ვერ მოახერხა ამდენი წლების განმავლობაში, რომ მხოლობით და მრავლობით რიცხვის ზმნა ერთად არ ესთქვასთ. აი ეს ვერ მოახერხა, იმიტომ წიგნი არ წაუკითხია თავის ცხოვრებაში. არის მხოლოდ ვირაშმაკულის სქემების დალაგების სპეციალისტი და პლუს კგბ-ს და FSB-ს შნირი, რომელიც მათი გამოგზავნილი სქემებით იპყრობს და აიმონებს საქართველოს. აი ეს არის ყველაფერი. და არაფერი ბიზნეს გენია მაგას არ აქვს. ვინც არ იცის ახლა. ყველგან კგბ-მ და FSB-მ დასვა იმფულების მართლა, რაც ქონდა მოსკოვში და რუსეთში. ეცნობილი არის ყველაფერი ეს. გაავრცელეთ ეს ვიდეო და ვიცოდეთ, სიცხვილია ქართველებო, აქ წხვენიათ. რა ვიცი, ან დედმამიშვილების, ან სამშობლოს, ან ღვთისმშობლის წილხვედრობის სადღეგრძელოებსო, ან ბორია როგორ უნდა აღიარო ლიდერად და დავით აღმაშენებელზე მეტად. სუბრებზე შემოვა ეხლა სადღეგრძელოები დარწმუნებული ვარ ქოცებში. თუ თქვენით